საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების სფეროს შესწავლა დაიწყო. მიზანია გაარკვიოს, თუ რატომ მოიმატა ფასებმა ასე სწრაფად, მხოლოდ გასულ წელს სამედიცინო მომსახურებამ 26%-ით მოიმატა. მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს. უფრო ვრცლად კი ამ თემაზე ჩვენ სტუმართან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში და ვისაუბრებთ მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო თემაზე. რა იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ სააგენტომ სამედიცინო მომსახურების სფეროს მონიტორინგი დაიწყო, რა პარამეტრები იზომება და როგორ, ესეც გითხარით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ თბილისობას გილოცავთ. მადლობა. ქალაქებს ულოცავ და ის დინამიკა რაც გვაქვს თბილისში, სურვები რომ ესე გაგრძელდეს ყოველთვის. რაც შეეხება თემას, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით დავიწყეთ სამედიცინო სერვისების სფეროს მონიტორინგი. ეს არის და რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. თქვენც ახსენებთ, ეს იყო ბოლო წლების ფასების დინამიკა. ჩვენ ვხედავთ, ალბათ სტატისტიკა რო არ ვნახოთ, რომ სამედიცინო სერვისებზე დაახლოებით 26%-იანი მატებაა ფასების. ეს ეხება როგორც კონსულტაციებს, ასევე სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს, რომელიც არ არის გარკვეულწილად დარეგულირებული. გარდა ამისა, თქვენს ეთერშიც ბევრჯერ ვისაუბრია, ჩვენს სააგენტოს ჰქონდა არაერთი შეფასება და ბაზრის მონიტორინგი სამედიცინო სფეროში. ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით, ეს იყო სფეროს მონიტორინგი, სადაც ჩვენ 13 რეკომენდაცია გამოვეცეთ და საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ რიგი მათგანი დანერგა. მათ შორის ყველაზე შედეგიანი იყო რეფერენტული ფასები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტებზე ფასები, ასევე ჯენერიკული ელექტრონული რეცეპტები და ესე შემდეგ, რამაც პაციენტებს გაუჩინა შესაძლებლობა მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთონ მედიკამენტებზე განსაკუთრებით. მაგრამ ეს ზრდა შეეხება სამედიცინო მომსახურებას მხოლოდ ეს. კი, მივალ მაგამდეც. მერე იყო რამდენიმე მოკვლევა ჩვენს და გადაწყვეტილება, ეს ეხებოდა შეთანხმებულ ფასებს, სადაც ჩვენ რამდენიმე 4 კომპანია საკმაოდ სოლიდური ჯარიმებით დავაჯარიმეთ და ეს პრაქტიკა იმედი გვაქვს რომ აღმოიფხვრა საომავლოდ. წლევანდელი გადაწყვეტილება იყო რეფერენტულ ფასს წარმოქმნამდე ჭარბი ფასები მედიკამენტებზე, სადაც 4 კომპანია დაჯარიმდა და იყო შემთხვევები, როდესაც ლარიანი მედიკამენტი, როდესაც იმპორტით შემოდიოდა 30 ლარად იყიდებოდა, თუმცა რეფერენტულმა აბსოლუტურად ეგ ეფექტები გაანეიტრალა. დღეს ბაზარზე გვაქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ამ კუთხით, მაგრამ აი ბოლო ერთ წელიწადში გარკვეულწილად შეინიშნება დინამიკა იმ ნაწილში, სადაც არ ხდება ფასების რეგულირება და არის თავისუფალი ფასები, მათ შორის აი თუნდაც აი როგორც პაციენტი მივდივართ რიგ კლინიკაში და თუნდაც კონსულტაცია თუ 2 წლის წინ იყო სხვა ფასი, შეიძლება ეს არის ბევრად უფრო მეტი და გარდა ამისა, ახლა წინასწარ არ მინდა ვთქვა, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება რაღაც ერთი მიმართულება გჭირდებოდეთ, მაგრამ შეიძლება მთელი სერვისების სპექტრი შემოიაროთ და კონსულტაციებში გჭირდებათ თუ არ გჭირდებათ, ეს შეიძლება იყოს მთელი სურათი. მე მაგას ღელვაც ახლავს, კაცო, იქაც მიდი, რო გეუბნები, შენ შინაგან კი მარტო ფულს კი არ ხარჯავ, მერვებსაც. რამე ხო არ ჭირდება, თქვა ამდენი. ჩვენი მიზანია მონიტორინგის, რომ გავარკვიოთ, რას უკავშირდება ეს ფასების ზრდა, ხო არ არის ეს ერთგვარი ცდელობა, იქ სადაც პაციენტებმა მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად მიიღეს სერიოზული დანაზოგი, მათ შორის მედიკამენტებზე, მათ შორის DRG-ის დარანგვის შედეგად თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად, ხო არ ხდება ამ შემოსავლის გენერირება იქ, სადაც ჯერჯერობით ამის რესურსი გააჩნიათ რიგ კლინიკებს. ამიტომ ერთი რამე უნდა აღვნიშნოთ. ხშირ შემთხვევაში ექიმი, რომელთანაც მე როგორც პაციენტი მივდივარ, კლინიკას თვითონ ეუბნება პროცენტს, რა პროცენტი შეიძლება მიიღოს მომსახურებაში, ხო მართალია? ამას ადგენს ექიმი. ყველა ექიმის კვალიფიკაცია განსხვავდება ერთმანეთისგან. ხო მართალია ესეც ხარისხიც მიიღებაც და ასე შემდეგ. ამ დიფერენციას ვინ დაადგენს? ანუ ეს როგორ უნდა გაერკვეს ეს, ან როგორ უნდა უთხრათ, რომ არა, შენი მომსახურება არ ღირს 100 ლარი, შეიძლება ღირდეს 75. ნახეთ, მნიშვნელოვანია ფასები იყოს სამართლიანი და ობიექტური. შეიძლება ეს ფასების ზრდა 26%, რაც ჩვენ თქვით ბოლო წელიწადში, აბსოლუტურად ობიექტური ფაქტორებით არის განპირობებული, მათ შორის მასალები, მათ შორის მნიშვნელოვანი ტექნიკა, აღჭურვილობა, ის ბაზარზე არსებული ობიექტური პირობები, მათ შორის ექიმის მომსახურებები თუ ესე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ სრული სურათი. ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა და ბაზრის მთლიანობაში შეფასება და ახლობით 300-მდე სამედიცინო ობიექტის
სრული სია გვაქვს. თბილისში? მთელ საქართველოს მასშტაბით, ეს ეხება მთელ საქართველოს. ძალიან აქტიურ კოორდინაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან და ზუსტად ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, რომ შეიძლება ეს და არის აბსოლუტურად ობიექტური, შეიძლება, არის გარკვეულწილად ჭარბი პასი რიგ სამედიცინო სერვისებს. ბატონო ირაკლი, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 1 წელიწადში სამედიცინო მომსახურებაზე ფასებმა 26%-ით მოიმატა. რამ განაპირობა ეს ზრდა? რა იყო ფაქტორი? თქვათ, რა ფაქტორებმა განაპირობეს აი ესეთი მკვეთრი მომატება ფასების? კი ბატონო, ჩვენ წინა პერიოდს თუ შევხედავთ, იქ სამედიცინო სერვისებზე და საავადმყოფოს მომსახურებებზე ფასები მეტნაკლებად სტაბილურია. რიგ მედიცინის მედიკამენტებზე და ფასების კლებაც ფიქსირდებოდა განსაკუთრებით რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ, თუმცა ეს ბოლო 1 წელიწადში ეს დინამიკა დავინახეთ. აი ეს კითხვა არის ალბათ თავი კითხვა, ახლა ჩვენ რო გქონდეს დასრულებული მონიტორინგი, მე მექნება ზუსტი პასუხი მაგ კითხვაზე, რომ რითი არის, დაუშვათ ეს 26% საშუალოდ შეიძლება ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად განპირობებული. შეიძლება ახლა მე რაღაც წინასწარი ვარაუდები მქონდეს პერსონალურად, მაგრამ არ მინდა რომ კლუბის გარეშე ამაზე გიპასუხოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ამ ობიექტურმა კვლევამ, ჩვენმა შეფასებამ, ბაზრისამ, სწორედ ამ შეკითხვას გასცეს პასუხი და დაველოდოთ ჩვენ პერიოდულად გვექნება საშუალება რომ საზოგადოებას გავაცნოთ. როგორი შედეგი იქნება თქვენი შეფასებით ამ კვლევას, ამ მონიტორინგს? შესაძლოა რომ ამ შედეგებმა მონიტორინგის ფასების სტაბილიზაციაზე, რეგულირებაზე მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა? მონიტორინგის შედეგი იქნება ზოგადად არსებული ფაქტორების შეფასება, საბაზრო, არასაბაზრო და ალბათ ლოგიკური შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვიმუშაოთ რეკომენდაციებზე, რა უნდა მოხდეს აქ, იმისთვის, რომ დაუშვათ აი ესე პირობითად ესეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორც სამედიცინო მომსახურება და ეხება ძალიან ბევრ პაციენტს და ეს თავისუფალი ფასწარმოქმედებით მიზანშეწონილია და ზოგადად თუმცა მყისი ვთქვათ შედეგს აი ამ მონიტორინგის შედეგების შემდეგ არ უნდა ველოდოთ, რომ ვთქვათ აი ფასების დარეგულირების მიმართულებით. მოლოდინი გააქვთ ესეთი? ნახოთ რა სურათს მოგცემს შეიძლება ობიექტურია ეს ფასები. ალბათ ეს იქნება რეკომენდაცია. ამ ეტაპზე ჩვენ ასევე ვამუშავებთ ახლა საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ქვეყნებში აი სწორ პრაქტიკა ამ მიმართულებით. და ალბათ აი ეს რეკომენდაციები მოგცემს სრულ სურათს და ზოგადად ეს შეფასება. ობიექტურია ეს, გადაჭარბებულია თუ რისგან შედგება ზოგადად ამ ფასების ანატომია. აი მომსახურებაზე რომ რახან საუბრობთ თქვენ, ეს ეხება კლინიკებში მომსახურებას თუ ეს დაუშვათ შეიძლება ეხებოდეს, ან შეიძლება მეორე ეტაპი იყოს, არ ვიცი, დაზღვევებსაც ეხება? ეს ეხება სამედიცინო მომსახურებას, დაწყებულ კონსულტაციებიდან, ასევე რიგი სხვადასხვა სამედიცინო სერვისების, რომელსაც კლინიკების თავაზობენ პაციენტებს. ბატონო ირაკლი, რამდენად დიდია საქართველოში სამედიცინო მომსახურების ბაზარი და ასევე გითხარით, აი რა რისკებს ქმნის ბაზარზე დომინაცია, ან დომინანტურ მდგომარეობაში არსებობა, თქვათ ამა თუ იმ მომსახურების, თქვათ ამ სამედიცინო სფეროში, რა რისკებთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? ზოგადად ბაზარი საკმაოდ მოცულობითია, სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას და მხარდაჭერას აკეთებს ჩვენი მოქალაქეების ამ მიმართულებით და მიზანი რა არის, რომ იყოს მაღალი ხელმისაწვდომობა და იყოს სამართლიანი ფასები, როგორც მედიკამენტებზე, ასევე სამედიცინო სერვისებზე. არიან თუ არა დომინანტები, აი ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფასების კომპონენტია. ახლა მე ვახსენებოდ ახლობთ 300-მდე კლინიკა, თუმცა მომსახურების სპექტრი საკმაოდ ფართოა, სადღაც შეიძლება იყოს დომინირება, სადღაც შეიძლება არ იყოს დომინირება. თუ არის დომინირება, ეს უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც დომინანტს ყოველთვის შეუძლია გარკვეულწილად ფასებისზე ფასების კარნახი და ფასებზე უფრო მეტი ზემოქმედება. თუმცა ახლა ჩვენ საკმაოდ ბევრი სამედიცინო ობიექტი გვაქვს და საუბარი მაგალითად ხშირად ხდება, ვთქვათ, ესეთი დარღვევები, აი ეს დომინაციის შემთხვევაში რაღაც გარკვეულ ვთქვათ, რაღაც ფასების ნამატი და ეს რაღაც შემთხვევები, დარღვევები ხშირად აწყდებით ახლა მონიტორინგის ფარგლებში. ეს მონიტორინგი ახლა მიმდინარეობს და ამას ალბათ გვაჩვენებს, რაც შეეხება ჩვენი ბოლო გადაწყვეტილება, უკავშირდებოდა სწორედ ჭარბ ფასს, იყო რამდენიმე 7 მედიკამენტი და 4 კომპანიის შემთხვევა, როდესაც ფასნამატები, აი აბსოლუტურად ყველა ხარჯი, რომ ჩაუთვალოთ კომპანიაზე იყო 180%, 200% და ესე შემდეგ და ისეთი ხარჯები იყო შეტანილი ამ მედიკამენტებში, როგორც არის მაგალითად, რა ვიცი,
სხვადასხვა კონფერენციების ორგანიზება, ძვირადღირებულ სასტუმროებში განთავსება, სამკაულები, პლასტიკური ოპერაციები და ეს რო წარმოგვიდგინეს ეს ხარჯები, და ვითხოვდნენ რომ ეს ჩაგვეთვალა კონკრეტული ყველასთვის ცნობილი მედიკამენტი, მათ შორის რომელიც ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრჯერ მოგვიხმარია, სანამ მასზე დაწესდებოდა რეფერენტული ფასი და ეს პრობლემა მოიხსნებოდა, ესეთი ტიპის პრაქტიკას ჰქონდა ადგილი, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია რომ ესეთი ფაქტები შეფასდეს და ყველა მიცოდეს რომ ესეთი გადაჭარბების შემთხვევაში ექნება სათანადო რეაგირება. მაგრამ ერთი სათანადო რეაგირებაში რას გულისხმობთ? წინა შემთხვევაში იყო საკმაოდ კაცრი პასუხი სახელმწიფოსი, რომელმაც დააჯარიმა ესა თუ ის კომპანია. ამ შემთხვევაში ვთქვათ, აღმოჩნდა რაღაც იძლევით რეკომენდაციას, აძლევთ მითითებას, ამას მოყვება ჯარიმა თუ სხვა რეგულაციები, როგორ ხდება ბაზრის მონიტორინგი თავის თავში გულისხმობს მთლიანად ბაზრის შეფასებას და რეკომენდაციების დასრულება საჭიროების შემთხვევაში თუ გამოიკვეთება კონკრეტული ეკონომიკური სუბიექტები. ამ შემთხვევაში კონკრეტული კლინიკები, რომლებიც არიან დომინანტი კონკრეტულ მიმართულების ბაზარზე და მათ დაუდგინდებათ ჭარბი ფასი, ეს უკვე შემდგომი ეტაპია, მაგრამ აქამდე ბუნებრივია ხა საუბარი იმაზე, რომ აი რაღაცა განსაკუთრებული ხდება ამ ეტაპზე ნაადრევია, ჩვენ მნიშვნელოვანია რომ ბაზარი დავინახოთ და დავინახოთ ობიექტური სურათი ამ ფასების ზემოქმედების. ერთი კითხვა ერთ კონკრეტულ პაციენტს რომ მოვარგოთ. მაგრამ ყველა უმეტესობა ქვეყანაში კლინიკები არის კერძო, ხო მართალია? მე მაგ კერძო კლინიკა და მოვიყვანე ნუცა ქირია, გინეკოლოგია დაუშვათ. და მეუბნება რომ ჩემი პაციენტის მომსახურება მე მიღებს 90 ლარი. კი ბატონო, მე შემოსული თანხიდან, მიღებული თანხიდან, რასაც ნუშალ გამოიმუშავებს თავის პაციენტებთან, მე მას ვაძლევ 90%-ს. ეხლა მოდის კომისია. როგორ ვადგენთ ნუცას სწორად იქცევა თუ არა, როცა ის ითხოვს 90%-ს. ანუ ამ შემთხვევაში კვლევის ფორმა როგორია? ნუცას განათლების ხარისხს ვადგენთ, თუ აი რის მიხედვით შევისწავლით ნუცას მოღვაწეობას ამა თუ იმ კლინიკაში? 90% ძალიან დიდი პროცენტები რაც არ დაკვალიფიკაციას. ნუ 70 ვთქვა დავუშვათ. აქ იმეალღოთ, იმიტომ ბაზარზე მე მგონი ცოტა სხვა პროცენტებია, თუმცა ამას გავარკვევთ. არის 90%. რა თქმა უნდა არის ძალიან კვალიფიციური ექიმები, რომელთა მომსახურებაც და სახელით, ავტორიტეტით ძალიან დიდია და ბუნებრივია შეიძლება მას ნებისმიერ კლინიკას მასთან სხვა პირობებით უხდება მუშაობა, თუმცა არის რაღაცა ზოგადი სურათი ბაზარზე და დავინახავთ ამასაც შეიძლება ეს ფასების ზრდა, რაც ჩვენ ვახსენეთ, 26% უკავშირდება სწორედ ამ ექიმის ანაზღაურების წილის და საერთოდ არ უკავშირდება ამას, იქნება ის იგივე დარჩა, რაც მანამდე იყო და უბრალოდ გაიზარდა, იმიტომ რომ სხვა კუთხით დაკლებული შემოსავლები, რომლებიც რეფორმების შედეგად პაციენტისთვის გაკეთდა, ხო? მთავრობა გააკეთა ეს რეფორმები იმისთვის, რომ პაციენტმა ფული დააზოგოს და იქნება კლინიკა აკეთებს, ხო და ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი ამ ნაწილში, რომ ყველაზე მთავარი თემა მანდარი ეგ. კი, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მე როგორც პაციენტს ხარჯები შემიცირდეს და ხელმისაწვდომობა გამეზარდოს და ამ დროს ამის გადაბალანსება ხდება კონკრეტული კერძო სუბიექტის მხრიდან სხვადასხვა სერვისების დამატებით ან რეცეპტში დამატებითი რაღაცა საჭირო თუ არასაჭირო მედიკამენტების პირობითად მაგალითად მენეჯმენტის შეცდომებით გამოწვეული არ ვიტყვი რომ ეს მენეჯმენტის შეცდომა შეიძლება მიზანი არის კერძო სუბიექტია მისი მიზანი არის მოგება გაზარდოს მნიშვნელოვანი ხარ რა თქმა უნდა თუ კერძო სუბიექტია მისი მიზანი მოგება და ამას ჩვენ არ ვარყოფთ, თუმცა ასები მნიშვნელოვანია იყოს სამართლიანი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი, რომ აი ეს რეფორმის ეფექტი, რაც მნიშვნელოვანია აი ბოლო წლებში აი ჩვენ მოქალაქეებისთვის, ხო, აი მედიკამენტებზე მნიშვნელოვნად შემცირდა ფასები, რაღაც სერვისებზე მნიშვნელოვნად შემცირდა ფასები, აი ეს ეფექტი არ უნდა დაიკარგოს. უცხოეთში როგორ არის აი გამოცდილებები თქვენ თქვით რომ პარალელურად სწავლობთ, უცხოეთში როგორ არის? კი, აი მნიშვნელოვანი მიმართულებებზე ხდება რაღაც ჭერების თუ რეგულირების მიმართულებების აი თქვენ შემთხვევაში გითხავთ, მაშინ თუ კი კომპანია არ ღვევს კონკურენციის წესებს, რა ბერკეტი აქვს სააგენტოს, რომ რეაგირება მოახდინოს ამა თუ იმ კომპანიაზე და დარღვევაზე? დარღვევაზე ჩვენ რეაგირებთ საჯარიმო სანქციებით. ეს საკმაოდ ისეთი სოლიდური ჯარიმაა, ну რა თქმა უნდა, თვითონ კვლევა სჭირდება დრო და გარკვეულ დროს
დამტკიცებულებების მთელი ერთობლიობა, თუ აქამდე მივედით, რა თქმა უნდა. ეს უშუალოდ თქვენ აჯარიმებთ თუ რეკომენდაცია თქვენ უშუალოდ თქვენი კომპანია თქვენი სამსახური. რატო ბოდიში ნინო არ გაცლით? ისეთი საინტერესო სტუმრები მოყავს ხოლმე, რომ არ ვაცდით ჩვენს ნინოს. ნახეთ, მე ერთი ესეთი კითხვა მაქვს, ცოტა გავცდები ამ მაგას. სააგენტო ადგა ერთ მშვენიერ დღეს და დაინტერესდა ამ ამბით. აი ეს ერთი მშვენიერი დღე როდის დგება? მოქალაქეები მოგმართავენ. აი რატო დაინტერესდით? იმიტომ რომ ხშირად მესმის ხოლმე, აი ფასები გაიზარდა, იქ როდის ხდება სააგენტო, ესე ექიმთან ვერ მისულხარ. ღილაკს როდის აჭერს შეკითხვისთვის და დავამატებ, აი ხშირად დაკვირვებული ვარ, რომ რაღაცა გაქრება, უცებ თქვა იგივე მედიკამენტი არის დეფიციტში და მე ჩნდება და გაძვირებული. აი ეს თუ შეიძლება. აი თქვენი ალარმი როდის ჩაირთო? ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მაშინ, როდესაც ხდება მომართვა სააგენტოს. მომართვა შეიძლება იყოს მოქალაქეების მხრიდან, შეიძლება იყოს კონკრეტული საჯარო უწყების მხრიდან, მაგალითად წინა ორი გაწყვეტილება, სადაც კომპანიები დაჯერდნენ, ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია. ეხლა ამ კონკრეტულ სამედიცინო სერვისებზე ჩვენ ძალიან ბევრი მოქალაქისგან მომართვა მივიღეთ, რომ აი ბოლო პერიოდში მათ იგრძნეს ეს გაძვირების ეფექტი და გარდა ამისა ჩვენ უყურებთ ოფიციალურ სტატისტიკასაც და როდესაც ხედავთ რომ იქ რაღაცა სტაბილურობიდან ფასი ბოლო ერთ წელიწადში უცებ 26%-იან ნიშნულზე ავიდა, ბუნებრივია ვიჩნდება კითხვა, რა არის ამის მნიშვნელოვანი ფაქტორები და ეგ უნდა გავარკვიოთ, იმიტომ რომ იქნებ მართლაც ყველაფერი ისე გაძვირდა, რამაც ხარჯები გაზარდა, იქნებ უბრალოდ მართლა იმის მცდელობაა, რომ სხვაგან მიღებული დანაზოგის გადაბალანსება მოხდეს აი იმ სერვისებში, სადაც ჯერ კიდევ თავის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უნდა გაირკვეს და თქვენ შეკითხვის პასუხი არის, რომ ერთი მოქალაქეების მომართვები და მეორე კონკრეტულად კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა, იმიტომ რომ უნდა ითქვას მოქალაქეების სამართლიანი მომართვები. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოქალაქეს შეიძლება იყოს ისეთი მომართვა, რომელიც არა, ძალიან ხშირად ახლა სოციალური ქსელებიც დაუშვათ შეიძლება ვიღაცა იმდენად ჯანმრთელია, რომ ექიმებში არ დადის, მაგრამ სოციალურ ქსელებში სულ არის ექიმთან ვერ მისულხარ, მივედი წინაზე 20 ღირდა და ახლა 40 ღირს. ანუ ეს რეალურად პრობლემა არის, ეს 20%. ხო, ეს ექიმის ბრალის შეიძლება ხო ამას იმ უწყების და იმ დაწესებულების პოლიტიკა იყოს, რომელიც მენეჯმენტამდე მიდის ეს გადაწყვეტილება, ხომ ეს არის თუ კი ეხება ეს პრობლემა, ვთქვათ, ერთ-ერთ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას, ალბათ არ მიდის ექიმებამდე, არამედ მენეჯმენტამდე ეს პრობლემის სათავე და ფასებს განსაზღვრავს მენეჯმენტი. მენეჯმენტი, ხო. ექიმის ნაწილი კარი უბრალოდ შემადგენელი ნაწილია. როდის უნდა ველოდოთ სააგენტოს პირველად შუალედურ შედეგებს? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ გარკვეული პირველადი სურათი ალბათ გვექნება წლის ბოლოსთვის, ეს არ იყო საბოლოო, მაგრამ რაღაცა პირველადი შუალედური ანგარიშების ფორმატით ვასაჯაროებთ ამ სურათს. თუმცა პროცესი საკმაოდ ისეთი ფართია, შრომატევადია და ნახოთ ნებისმიერ შემთხვევაში და რა ძალიან მნიშვნელოვანია, რა შედეგს მიიღებს ამ ყველაფრისგან, თქვენი მონიტორინგისგან რიგითი მოქალაქე. აი შეეხება მათ ეს, რამდენად შეეხება, როგორ შეეხება, აი ამაზეც გითხარით. აქვე დავამატებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი რამე თქვა და აი თქვენ ხშირად აღნიშნეთ, რომ ჩვენ ვამოწმებთ, შეიძლება ობიექტური მიზეზებია, შეიძლება არაობიექტური. შეიძლება აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე თვიდან თვემდე იმატებდეს ფასები ობიექტური მიზეზებით. თუ აქ მაინც რაღაცა შეიძლება არასწორი იყოს. მე მგონია რომ თქვენ რადგან დაინტერესდით რაღაცის ეჭვი შეგექმნათ. არა, თუ არ არის ეჭვი ბუნებრივია ჩვენ ინტერესიც იქ არ არის, უბრალოდ მართლა ობიექტურად გასარკვევია აი ეს თავარ ხარჯებს რაც ქმნის, რაც ზოგადად იწვევს ფასების ზრდას, აი რამ არის თუ არა ამ მიმართულებით ფასების ზრდა და ჩვენ ამ პროცესში რა თქმა უნდა ყველა სამედიცინო დაწესებულება იქნება ჩართული, ეს არ არის რაღაც განცალკეული პროცესი, რომ მათ გარეშე ხდება, მათ ექნებათ საშუალება რომ სრულად წარმოადგინონ ინფორმაცია ამ პროცესში და მოქალაქეებისთვის ეფექტი ალბათ იქნება ის, რომ თუ ჩვენ დავინახავთ ჭარბ ფასებს, იქნება შესაბამისი ჩვენი მხრიდან დამუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად უპასუხებს იმ გამოწვევას, რასაც ქვია გაზრდილი ხარჯების სამედიცინო სერვისებზე, როგორც ეგ იყო წინა შემთხვევებში, როდესაც გაკეთდა რიგი რეფორმები საქართველოს მთავრობის მხრიდან, აი
გახსოვთ ხო ალბათ მე რიგ მედიკამენტებზე 45-დან 70%-იან ფასების კლებასაც კი ქონდა. თქვენ რომ დაჯარიმდაო კლინიკა, მან გამოსწორდა მე ეს ის კლინიკა იყო ხო მაგალითად ფიზიკური პირი იყო თუ არ ვცდები ხო თქვენ არა პირველი შემთხვევა იყო მე დაჯარიმებულთა შორის იყვნენ ფიზიკური პირებიც როგორც მახსოვს ფიზიკური პირები არა პირველ შემთხვევაში ეს იყვნენ 4 კომპანია ეს შეთანხმება ონკოლოგიურ მედიკამენტებზე როდესაც სახელმწიფო იხდიდა თანხას და აი იყო შემთხვევები როდესაც უამრავი შემთხვევა როდესაც ცენტის და თეთრი სიზუსტით ხდებოდა აი რამდენიმე კომპანიის მიერ ფას შეთავაზება ეს შეუძლებელია თუ არ იცი წინასწარ კონკურენტის ფასი. ამიტომ ეს ჩვენ მივიჩნიეთ შეთანხმებად და აქ სოლიდური ჯარიმები. მე იყო 8 კომპანიაზე ეს ხო ჭარბი ფასები დაახლოებით 300-დან 300%-ამდე იმპორტიდან მაგალითად სარეალიზაციო ქსელამდე აი ჩვენამდე მომხმარებლებამდე იდენტიფიცირებული დაახლოებით 14 მედიკამენტი და 8 კომპანია, თუმცა 4-ის შემთხვევაში და 7 მედიკამენტის შემთხვევაში დავადგინეთ ჭარბი ფასი, როდესაც მაგალითად იმპორტირებული არიანი მედიკამენტი ბაზარზე 22 ლარდაც კი იყიდებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო მას იმ პერიოდამდე, სანამ სახელმწიფო შემოიღებდა რეფერენტულ ფასებს. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ბაზარზე ფასები. და სერიოზული პოზიტიური ეფექტი ჰქონდა ყველა პაციენტისთვის. უნდა დაველოდოთ შუალედურ შედეგებს თქვენსას, მაგრამ ეხლა გითხავთ, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, კონფერენციასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, სააგენტო გეგმავს მასშტაბურ კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქვეყნიდან ჩამოვლენ სფეროს წარმომადგენლები. ამაზე გითხარით და გვიამბეთ, რა შედეგს მოიტანს და რას ელოდებით ამ კონფერენციასთან. კონფერენცია არის ყოველწლიური ფორმატი, სადაც ჩვენს კოლეგებთან ერთად თბილისში იკრიბება აი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და კონკურენციის კუთხით წამყვანი საზოგადოება, მათ შორის ველოდებით 20 ქვეყნის პირველ პირების და უმაღლესი დონის პირებს და მათ შორის ეს ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთი მუდმივი თემაა, სადაც ჩვენ როგორც თბილისში ასე როცა მონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებში მუდმივად საუბრობთ იმ შედეგებზე და ვიზიარებთ გამოცდილებას და ესეც იქნება ალბათ ამ კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პანელი, სადაც ჩვენ კოლეგებთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე. 13-15 ნოემბერს თბილისში ჩვენ ვასპინძლებთ საკმაოდ დაახლოებით 20 ქვეყნის დელეგაციას ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ძალიან კარგი, სამომავლო გეგმებიც ვიცით, ალბათ პირველი საზრუნავი ახლა უკვე გაქვთ კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარება, წარმატებები ვუსურვოთ ბატონ ირაკლის, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან საინტერესო თემა იყო, მოსახლეობა ელოდება ფასების კლებას, მომსახურებაზე და მედიკამენტებზე, ჩვენ კი ველოდებით პირველ შედეგებს და რეაქციებს კლინიკებიდან და უნდა სააგენტოს და კი ბატონო ნაბიჯები. დიდი მადლობა რომ იყავით. წარმატებებით.